მაინტერესებს ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც უნდა გავიგო, რაც გაცნობის საზოგადოების წევრებმა ისწავლეს. რა არის ის, რასაც რეალურად მიყავხარ შედეგებამდე? თუ მე ქალს ვკითხავ, როგორ გავხდე უფრო მიმზიდველი ქალებისთვის? გონია, რომ მან შეიძლება მითხრას, იყავი კარგი, იყავი შენი თავი და ასე შემდეგ. ეს კითხვა ძალიან ბევრი ქალისთვის დამისვამს ჩემს ცხოვრებაში და არასდროს მიმიღია კარგი პასუხი, რადგან პასუხი თითქმის ყოველთვის ასე ჟღერს. მე მინდა კეთილი კაცი, მინდა კაცი, რომელთანაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობ. მინდა კაცი, რომელიც სიტყვოთია სავსე. ხშირად ის მამაკაცი, ვინც ამას უსმენს, ფიქრობს, რა ჯანდაბა, მე უკვე კეთილი ვარ, უკვე ძალიან ვცდილობ, ვერ ხვდები, ალბათ კიდევ უფრო კეთილი უნდა გავხდე. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქალები შეგნებულად ატყუებენ მამაკაცებს, უბრალოდ ისინი გვერდსრულია ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული YouTube ვიდეო სწორედ ამ პრობლემას ეხება. იმ ნაწილს, რომელსაც ქალები ყოველთვის ტოვებენ. დიახ, ქალებს ნამდვილად უნდათ ის, რასაც ჩამოთვლიან, როდესაც მამაკაცები მათ ეკითხებიან, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს მხოლოდ იმ მამაკაცებისგან ითხოვენ, ვინც მათ იზიდავს. მათ სურთ, რომ სწორედ ის მამაკაცები, ვინც მათთვის სასურველია, იყვნენ კეთილები, მოსიყვარულეები, გულუხვები და უსაფრთხოების მიმცემები. თუმცა კეთილად და გულუხვად ყოფნა, ასევე ქალისთვის უსაფრთხოების შექმნა ავტომატურად არ იწვევს იმას, რომ ის შენით მოიხიბლება და სწორედ ამ ნაწილს ულიან გვერდს ქალები. მამაკაცები კი გულუბრყვილად, მაგრამ კეთილი განზრახვით ცდილობენ მისცენ ქალებს ის, რაც მათ სურთ და გახდნენ უკეთესი პარტნიორები, საბოლოოდ სრულიად წაგებულები რჩებიან. ამიტომ სჯობს იყო მიმზიდველი, რადგან თუ გინდა, რომ წარმატებული იყო ურთიერთობების და გაცნობის თამაშში, მით უფრო მარტივი იქნება ეს, რაც უფრო მიმზიდველად წარმოაჩენ თავს. ასე შენ უფრო მეტ შანსს იღებ არჩევისთვის, უფრო ხელსაყრელ პირობებს იღებ ურთიერთობის მოლაპარაკების პროცესში და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მარტივად ინარჩუნებ ურთიერთობას სხვა კონკურენტ მამაკაცებთან შედარებით. ასე რომ მიმზიდველობას უამრავი უპირატესობა და სარგებელი აქვს და ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს უფრო მიმზიდველი, ვიდრე ახლა არის. რა უნდა გააკეთონ მამაკაცებმა, რომ უფრო მიმზიდველები გახდნენ? ფიქრობ, მამაკაცებს შეუძლიათ ისწავლონ უკეთ ჩაცმა, ასევე შეუძლიათ იზრუნონ ფიზიკურ ფორმაზე. დიახ, ზოგიერთისთვის ეს ისეთივე საბაზისო საკითხია, როგორიც ჰიგიენა. ხვდები რას გულისხმობ? ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისწავლოს სწორად საუბარი. ქალის ყველაზე მგრძნობიარე ორგანოწტუნების დროს მისი გონება არის. ეს არის მისი ყველაზე დიდი ეროგენული ზონა. თუ ისწავლი ქალთან ისე საუბარს, რომ ქალები მოგისმენენ და რეაგირებას მოახდენენ, შეძლებ უამრავი საქმის გაკეთებას და სხვადასხვა სახის ურთიერთობების შექმნას. რა უნდა ვილაპარაკოთ? ეს არ არის სცენარი, ხომ ასეა? ასე რომ, საქმე უფრო ასე ვთქვათ ვიბრაციაშია, ქალის ფემინურ კომუნიკაციაში. ქალური კომუნიკაცია ძალიან განსხვავდება მამაკაცურისგან. მე არ ვამბობ ამას სქესის კონტექსტში, რადგან აშკარაა, რომ როგორც კაცებს, ისე ქალებს შეუძლიათ ორივე სამის გაკეთება, უბრალოდ კაცური კომუნიკაცია ძირითადად ინფორმაციის გადაცემა არის, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. მე ვიცი, რომ შეტყობინება მიღებულია მაშინ, თუ შენ შეგიძლია დაახლოებით შეაჯამო სათქმელი. ანუ, თუ კონტექსტი გასაგებია, კაცისთვის კომუნიკაცია შემდგარია. ქალური კომუნიკაცია კი სრულიად სხვანაირია. ეს უფრო ემოციურ რეზონანსს ჰგავს. კომუნიკაცია მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შემდგარად, როცა მე ვახერხებ შენში იმავე ან მსგავსი ემოციის გამოწვევას, რასაც მე თავად ვგრძნობდი ან ახლა ვგრძნობ. შეგიძლია ეს გაუტოლო ტიუნინგის ჩანგლებს. მათგან ერთ-ერთი ვიბრირებს და თუ მეორეს მივუახლოვებ, ისიც იწყებს იმავე სიხშირეზე ვიბრირებას. სწორედ მაშინ ხვდები, რომ კომუნიკაცია შემდგარია. ამის გაგება მამაკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქედან ჩნდება გრძელვადიან ურთიერთობებში უთანხმოება და კამათი ქალსა და კაცს შორის. ზოგჯერ ქალები ცდილობენ მამაკაცმა იგრძნოს ზუსტად ის, რასაც ისინი ამ მომენტში გრძნობენ, მაგრამ კაცები ყურადღებას აქცევენ მხოლოდ სიტყვებს და პასუხობენ. ახლა რატომ მახსენებ ამას, ან ეს ფაქტობრივად სწორიც არ არის, ვერ ხვდები. ეს სწორედ გენდერული გაგების ჩავარდნის შედეგია. ქალი ცდილობს მამაკაცში გამოიწვიოს იგივე ემოციური მდგომარეობა, რომ მან თავისივე ძვლებში აგრძნობინოს, როგორი იყო იმ მომენტში ქალის განცდა. მაგრამ კაცები, განსაკუთრებით ზოგიერთები, სიტყვებს აკვირდებიან, ისინი ზედმეტად არიან ჩაჭედილები ენის სემანტიკურ შინაარსზე, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ სიტყვებს ნამდვილად აქვთ სემანტიკური მნიშვნელობა, თუმცა ისინი ასევე ატარებენ სხვადასხვა ემოციურ კონტექსტს.
ყოველი სიტყვა შეიძლება ითქვას სრულიად განსხვავებული ემოციური შინაარსით. შეგიძლია თქვა სიტყვა გთხოვ მაცდურად, შეგიძლია თქვა გთხოვ დამაშინებლად, შეგიძლია თქვა გთხოვ პათეტიკურად. სწორედ ამას აკეთებენ მსახიობები, ხომ ასეა? ისინი იღებენ უბრალო ტექსტს ფურცელზე და მას ემოციურ შინაარსს სცენენ და სწორედ ეს ხდის მათ თამაშს და სამახსოვრებელს. თუ შეძლებ ორივეს სიტყვების ზუსტად შერჩევას და მათში ემოციური შინაარსის ჩადებას, მაშინ ძალიან ქარიზმატული კომუნიკატორი გახდები. როგორც ჩანს, შენ ამბობ, რომ ზოგიერთი მამაკაცი შეიძლება ერთ მხარეს უფრო მეტად იხრებოდეს, ვიდრე მეორე მხარეს. სრულიად მართალია. ისინი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ სემანტიკურ ინფორმაციაზე. ზუსტად ლოგიკასავით, როგორც რობოტი. დიახ, ხანდახან ნამდვილად არსებობენ რობოტივით მამაკაცები. ქალებს რაც სურთ არის უფრო მეტი ემოციური რეზონანსი, ის თუ როგორ ესაუბრები. დიახ, ქალებს უნდათ ვიბრაცია, როგორც შაკირას სიმღერაშია. ყველაფერი სწორად შეიგრძნობა, როცა მისი თეძოები არ იტყუება. ეს უფრო ისეთ განწყობას ჰგავს, სადაც ორი ადამიანი, ორი მოცეკვავე, ორი მოთამაშე იწყებს ერთიან კერძო სამყაროში შესვლას და იმ სამყაროში წესები ყოველთვის არ მოქმედებს. ჩვენ თითქოს სხვა, შეზღუდულ სამყაროს ვქმნით. სწორედ ეს არის ცდუნების მიზანი. აქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ და ვქმნით ამ განცალკევებულ სამყაროს, რომელიც სრულიად განსხვავდება გარე რეალობისგან. აქ მხოლოდ შენ და მე ვართ და შეგვიძლია ვითამაშოთ იმ წესებით, რომლებიც ჩვენივე შექმნილ ამ პატარა მიკროსამყაროში იმუშავებს. ამიტომ მე მოვული ჩემს ჰიგიენას, წავალ დარბაზში, ასევე ვიყიდი ახალ ტანსაცმელს. როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად მიდიხარ. კიდევ არის რამე, რაზეც ამ საწყის ეტაპზე, როცა მიზანია ყურადღების მოპოვება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო, რომ გავზარდო იმის შანსი, რომ ვინმე სახლში წავიყვანო. ეს რაღაცეები ყველაზე მნიშვნელოვანია. ბევრი მამაკაცი ამ ეტაპზე ზედმეტად ფოკუსირდება ხოლმე ფულზე. სინამდვილეში ფული არის ის, რასაც მე მიმზიდველობის დამხმარეს ვეძახი. სექსისთვის ფული არ გჭირდება, ყურადღების მისაქცევადაც არ გჭირდება ფული. ეს უბრალოდ ერთ-ერთი გზაა. დიახ, ნამდვილად მიიქცევ ყურადღებას, თუ VIP სექტორში შეხვალ და $1000 უაზროდ გაფლანგავ. ეს ჩემი მთელი სტრატეგია იყო მაშინ, როცა 21 წლის ვიყავი. ვაუ, $1000 პრიდი? საინტერესოა. ეს უბრალოდ 25 წლამდე სტრატეგია იყო, რომელიც ზედაპირული ურთიერთობებისთვის და მსგავსი რაღაცებისთვის კარგად მუშაობდა. ეს შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ ამავდროულად გარანტიას გაძლევ, რომ სადღაც არის უმუშევარი კაცი, რომელიც შეიძლება სარდაფში ცხოვრობს და დღეს-ღამით მასთან ვიღაცას სექსი ექნება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მუსიკოსია და ადგილობრივ ღია სცენაზე სამშაბათობით უკრავს. ხვდები რას გულისხმობ? ის სცენაზე დგას. ასე რომ თუ ხარ ახალგაზრდა და არც ისე სიმპათიური, უნდა იპოვო რაიმე გზა, რომ გამოირჩეოდე. ქალების მოსაზიდად ყველაზე სასარგებლო რამ არ არის პირდაპირ ფული, რადგან ყოველთვის ადვილი არ არის, მიხვდე ვის აქვს ფული, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა სან-ფრანცისკოს, სადაც მილიარდერები ზოგჯერ უსახლკაროებივით იმოსებიან. ზოგჯერ ყველაზე გავლენიანი ადამიანები სინამდვილეში ჩრდილში არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს ძალა გამოიყენონ გარკვეული იმუნიტეტით. ყველაზე ძლიერი ადამიანები, ვისაც შენ იცნობ, ალბათ რეალურად ყველაზე ძლიერები სულაც არ არიან. რაც რეალურად მუშაობს, ეს არის ცნობადობა, პოპულარობა და პოპულარობას შეიძლება ბევრი სხვადასხვა დონე ჰქონდეს. ეს მე ვისწავლე, როგორც მსახიობმა, როცა ნიუ-იორკში დავიწყე კარიერა. ხშირად ვთამაშობდი ძალიან პატარა სცენებზე, ზოგჯერ სულ რამდენიმე მაყურებლის წინაშე, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ იმ 2 საათში, თუ მე ვიყავი მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი სახელი პლაკატზე იწერებოდა და სპოტლაითი ჩემზე ანათებდა. გარკვეულ დონეზე მე კონტექსტუალური ალფა ვიყავი. იმ პატარა, თითქმის უმნიშვნელო სამყაროში სტატუსის იერარქიის თავში ვიმყოფებოდი და სწორედ ეს გაძლევს შანსს ქალებთან, თუმცა იმავე ქალებს არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, რომ გრძელვადიანი ურთიერთობა ჰქონოდათ ჩემთან. სწორედ ამან მომცა მოტივაცია სარკეში მეყურებინა და მეფიქრა, ჯანდაბას საერთოდ რატომ უნდა უნდოდეს ქალს ჩემზე დაქორწინება. მე ხომ ერთ ოთახიან სტუდიოში ვცხოვრობ, ყველგან ბუზღუნა ტარაკნებია.
გაკოტრებული ვარ, თვიდან თვემდე ძლივს გამაქვს თავი და ჩემი ცხოვრების სტილი საშინელია. მართლა დიდი ამბიცია არ გამაჩნია, გარდა ძალიან ბუნდოვანი ხედვისა, რომ წარმატებული მსახიობი გავხდე, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. არც გეგმა მქონდა და არც ბევრი რამე შემეძლო შემეთავაზებინა გრძელვადიანი ურთიერთობისთვის. ბოლოს და ბოლოს ვთქვი, კარგი, თუ ეს მართლა მინდა, უნდა გავაკეთო. ვინ მოვა და ჩემ მაგიურად გააკეთებს ამას? არა, მე თავად უნდა მოვახერხო, ასე რომ მივიღე რაღაც ტიპის რადიკალური პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაზე და სრულიად სხვა გზას დავადექი. ჩვენ ვისაუბრეთ მიმზიდველობაზე. როდესაც ამეგრეთ წოდებულ ძაბში ქვემოთ ჩადიხარ, შემდეგი გამოწვევა ხდება რეალურად ვინმეს შენარჩუნება. ირონიულია, მაგრამ ჩემი ოციანების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უკვე შემეძლო ქალების მოზიდვა, ვერავის ვაიძულებდი, რომ ჩემთან ურთიერთობა სტომოდათ, განსაკუთრებით იმ ქალებს, ვინც მე მინდოდა. დიახ, ის რაც გეხმარება კაცის ან ქალის მოსაპოვებლად, სულაც არ არის იგივე, რაც მუშაობს მათ შესანარჩუნებლად. ეს ორი სრულიად განსხვავებული პრობლემაა. ზოგიერთი კაცი რეალურად ძალიან კარგი გრძელვადიანი პარტნიორია, მაგრამ საშინლად უჭირს მოხიბლა, თითქოს მარკეტინგში არიან ცუდები. სხვა ადამიანები კი პირიქით, კარგად გამოსდით მარკეტინგი, მაგრამ არ სიაკლიათ, ან ვერ ძლებენ გრძელვადიანში, ამიტომაც უჭირთ პარტნიორის შენარჩუნება. ეს ორი სხვადასხვა პრობლემაა. ერთისთვის ნაპოვნი გამოსავალი მეორესთვის არ მუშაობს. განსაკუთრებით, მიმზიდველობის დიდი ნაწილი ეფუძნება დაპროექტებულ ფანტაზიას. მე არ ვიცი, ვინ ხარ სინამდვილეში. მე მხოლოდ გარედან ხედავ და შენთან მოვდივარ, რადგან ის გარედან დანახული მომწონს. ჩემი მიმზიდველობა შიგნით არსებულ ხარვეზებს იმითავსებს, რასაც მე თვითონ მინდა იქ ვხედავდე. აი რატომ ვსაუბრობ ხშირად. მე ერთი ეპიზოდი მთლიანად მიუძღვენი იმას, თუ როგორ აფუჭებენ მამაკაცების უმრავლესობა პირველ პაემანს. ისინი პირველ პაემანს აფუჭებენ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ. ამას აკეთებენ არასწორი სურვილიდან, რომ ქალს საკუთარი ღირებულება დაუმტკიცონ. ხშირად ამას ძალიან მოუქნელად და უხეშად აკეთებენ და საბოლოოდ მათი ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ქალს ართმევენ იმ ფანტაზიას, რაც მას ამ მამაკაცზე ჰქონდა, იმ ფანტაზიასაც კი, რის გამოც საერთოდ მოვიდა იმ საღამოს პაემანზე. რადგან იმის ალბათობა, რომ ჩემი სიტყვები დაემთხვევა იმას, რასაც შენს თავში, პირად წარმოდგენებში გინდა რომ მე ვგავდე, პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამიტომ მე ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცე. შენ ამ პაემანზე არ ხარ იმიტომ, რომ მე მოგწონვარ, შენ ჯერ საერთოდ არ იცი, ვინ ვარ. აქ ხარ იმიტომ, რომ იმედი გაქვს, რომ მე შეიძლება ვიყო ის, რასაც შენ ფიქრობ. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რომ იმედი ძალიან სწრაფად არ გაგიცრუო, ხომ? ეს სინამდვილეში მთავარი გასაღებია ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლისას. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ საქმე არის ნელ და თანდათანობით იმედგაცრუებაში, ხომ ასეა? ეს კი აუცილებელია, რადგან თუ ამას არ გააკეთებ, რასთან რჩები? რჩები ურთიერთობაში, სადაც რეალურად არავინ გიცნობს და შენ მუდმივად თამაშობ. ეს ალბათ ვერ იქნება მდგრადი და რაც მთავარია, ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი. და ალბათ მოულოდნელი იმედგაცრუებაც მოხდება. ხშირად ასეა. ამაზე ჩემს წიგნშიც ვსაუბრობ, იმედგაცრუების კრიზისი, ეს ერთ-ერთი პირველი კრიზისია, რომელიც ყველა ახალმა ურთიერთობამ უნდა გაიაროს. გარკვეულ დონეზე ურთიერთობა სერიოზულად არც კი იწყება მანამ, სანამ წყვილი იმედგაცრუების ამ კრიზისს არ გაივლის. ეს ხდება ან ერთი დიდი ღალატის შედეგად, ან პატარა შეუსაბამობების დაგროვების შედეგად და ის ფანტაზია, რაზეც აქამდე ურთიერთობა იყო აგებული, ინგრევა. ადამიანი რეალურად არ განსხვავდება იმისგან, ვინც გუშინ იყო, მაგრამ თავს სრულიად სხვაგვარად გრძნობს. ეს თითქმის ისეთია, თითქოს თვალებიდან ქერცლი ჩამოგცვიდა და ადამიანს პირველად ხედავ. შესაძლოა ის, რაც ერთი კვირის წინ საყვარელი, სასიამოვნო და მიმზიდველი გეჩვენებოდა, ახლა სრულიად გამაღიზიანებელია და მასთან ერთად ცხოვრება რთულია. ზოგჯერ სწორედ ის თვისებები, რომლებმაც ყველაზე მეტად მიგვიზიდა პარტნიორისკენ, დროთა განმავლობაში ყველაზე მეტად გვაღიზიანებს. ეს არის სასტიკი ირონია. ძალიან საინტერესოა, როცა ამ მომენტზე საუბრობ, როცა ზოგიერთ ურთიერთობაში ჩნდება ეს მოულოდნელი იმედგაცრუება, როცა თაფლობისთვის ეფექტი, ინგრევა და შენ ამბობ, რომ სწორედ მაშინ იწყება რეალური ურთიერთობა. დიახ, რადგან სწორედ იმ მომენტში გეძლევა ბოლოს და ბოლოს შანსი, რომ დაინახო მეორე ადამიანი ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის. მანამდე ამას ვერ ხედავდი, ან მხოლოდ იმას ხედავდი, რაც შენ გინდოდა დაგენახა.
შენი მიზიდულობა ხელს უშლიდა შენს აღქმას. გარკვეული დოზით ეს ეგრეთ წოდებული მონსტრაცია აუცილებელია, რადგან სხვაგვარად საერთოდ რატომ წახვიდოდი იმ რისკზე, ხარჯზე და შესაძლებლობაზე, რომ ეს ურთიერთობა აქამდე მიგეყვანა. ანუ, ცოტა მიზიდულობა აუცილებელია. ზედმეტი მიზიდულობა კი სიგიჟეა, ის მთლიანად არღვევს რეალობას. თუ მიზიდულობა საკმარისი არ არის, შენ ვერ დაძლევ ქცევით ინერციას. უბრალოდ თავშივე იმდენად გაიჭედები, რომ იტყვი, ეს არ ღირს. ჯობია ისეთი რამ გავაკეთო, სადაც უფრო დიდი ალბათობით მივიღებ წარმატებას და სადაც ჩემი საჭიროებები უფრო პროგნოზირებადი და სტაბილური გზით დაკმაყოფილდება. ურთიერთობები რეალურად კამათლის გაგორებას ჰგავს, განსაკუთრებით დღეს, ისე როგორც არასდროს. პირველ პაემანზე შეიძლება ქალმაც გააფუჭოს ყველაფერი იმით, რომ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს და კაცმა იფიქროს, ღმერთო ჩემო. შეიძლება, მაგრამ მამაკაცების უმეტესობა უბრალოდ ცდილობს სექსი ჰქონდეს. მოკლედ, ან ქალის სრული კატასტროფა უნდა იყოს, ან ბიჭს საკმარისი არჩევანის უნარი უნდა ჰქონდეს, რომ პრეტენზიული იყოს, მაგრამ მამაკაცების უმეტესობა არ არის გამორჩეულად შერჩევითი, რადგან ისინი იმდენად მშიერნი არიან ნებისმიერი შანსისთვის, რომ ყველაფერზე თანახმანი ხდებიან. ვიცი, ცუდად ჟღერს, მაგრამ რაღაც მხრივ სიმართლეა. ანუ, ამას მონაცემებიც ადასტურებს, არა? მე არაერთხელ მსმენია, რომ მამაკაცების ტოპ 10%-ს ყველაზე მეტი სექსი აქვს. ისინი ყველაფერში იმარჯვებენ. დღეს ისეთი დროა, რომ უბრალოდ მაგარია სიცოცხლე, ძმაო. ეს თითქოს განუკითხავი სექსუალური ბაზრის საბოლოო შედეგია. ეს არც უჩვეულოა და არც იშვიათი. ჩვენ ამას ვხედავთ ცხოველთა უამრავ სახეობაში, ზღვის სპილოებში და ველურ ცხენებშიც. დამაჯერებელი სურათია, ზოგიერთი ალფა მამრი დომინირებს, ხოლო მდედრები იკრიბებიან მათ ირგვლივ და თუ ის მამრი სხვა პრეტენდენტმა დაამარცხა, მდედრები ერთგულებას არ ინარჩუნებენ. ეს არ არის ის, რომ მდედრებს ის კონკრეტული მამრი უყვარდეთ და დამარცხების შემდეგაც მასთან დარჩნენ, ისინი უბრალოდ გადადიან შემდეგზე. ამ პლანეტაზე არსებული კულტურების 85% იმ ადამიანების მიხედვით, ვინც ეს ჩემზე უკეთ იცის, პოლიგამიური იყო. ჩვენ რაც გვინახავს ის არის, რომ როცა ქალები თავისუფლად და დამოუკიდებლად იღებენ სექსუალურ გადაწყვეტილებებს, ისინი სექსუალურ ბაზარზე პირდაპირ ტოპ 10% მამაკაცებს უმიზნებენ. მაგრამ ეს ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ქალებისთვის პრობლემა ისაა, რომ ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ იმ ტოპ 10% მამაკაციდან რომელიმე უარს იტყვის თავის უზარმაზარ სექსუალურ არჩევანის თავისუფლებაზე და გადავა მონოგამიურ ექსკლუზიურ ურთიერთობაში. იმ კაცს უკვე თამაშები ხელში უნდა ჰქონდეს ამოსული და მზად უნდა იყოს ოჯახის შესაქმნელად, ამიტომ საქმე უფრო დროის სწორად შერჩევასთან გვაქვს, ვიდრე სწორ ქალთან. უბრალოდ საჭირო დროს უნდა იყოს საკმარისად კარგი, რომ იმ კაცის ყურადღება დაიმსახურო, თუმცა ასეთი ქალების უმრავლესობა რეალურად ვერ იქნება ის. მაგრამ რა არის ალტერნატივა? ეს დაახლოებით ასეა. აი, ამ ბიჭზე რა სიტყვით? ის სრულიად ჩვეულებრივი ადამიანია. მასში ცუდი არაფერია, თუმცა არც რამე განსაკუთრებული. ის შესანიშნავი ქმარი იქნებოდა. მესმის, ეს ძალიან მიმზიდველად არ ჟღერს. There's nothing bad about him, nothing that great about him either. He'd make a great husband. Like that doesn't sound very attractive. I can understand that. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ურთიერთობები არის ღირებულებების გაცვლა ორ ადამიანს შორის. რა არის ეს ღირებულებების გაცვლა? When I read that, it kind of sounds like gold digging or something. ეს იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად სიტყვა ღირებულებას ზედმეტად სიტყვასიტყვით გებულობენ და განსაკუთრებით ეკონომიკაში ეს სიტყვა ძალიან მჭიდროდ ასოცირდება ფულთან. ვფიქრობ, ერთ-ერთ შენიშვნაში ვონ მიზესის განმარტებას ვიყენებ, რომელიც ეკონომიკას ასე განმარტავს. ეკონომიკა არის ადამიანის ქცევის შესწავლა მიზნებისა და იშვიათი რესურსების მიმართ, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა გზით იქნას გამოყენებული. ღირებულების ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ ადამიანები არ მიიწევენ მათკენ, ვისგანაც საერთოდ არაფერი უნდათ. მათ აქვთ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, განსაკუთრებით მაშინ, როცა რესურსები შეზღუდულია, როგორიცაა დრო, ენერგია, ყურადღება და მათ სურთ რაღაცეები მიიღონ სხვა ადამიანებისგან. ეს შოპინგს გავს. მაღაზიას შევხედე და მივხვდი, რომ თუ იქ არაფერი მინდა, მაშინ არ მჭირდება შიგნით შესვლა და დროის დაკარგვა იმის გასაგებად. ნამდვილად ასეა თუ არა, რადგან დღეს სხვა საქმეები მაქვს. ანუ თუ იმ მაღაზიიდან არაფერი მინდა, მის კარს არ გავაღებ, ხომ ასეა? ადამიანები არ მიიწევენ მათკენ, ვისგანაც არაფერს ელიან.
if there's nothing that I want from that store, I'm not going to walk through its აბა, doors. რა არის ღირებულება? Right? People don't ღირებულება move შეიძლება towards ძალიან those they ბევრი know რამ where იყოს. they're coming from. ღირებულება So what არის is ყველაფერი, value? რაც შეიძლება Value can be შეიძინო, all ან kinds მოიპოვო. of things. რა Value თქმა is უნდა, anything that can be ყველაფერი არ bought or შეიძლება earned. შეძენილი იყოს, ან მოპოვებული. Not everything can be ამაზე bought მთელი თავი მაქვს and წიგნში, earned. მაგრამ ბევრი რამ I know მართლაც exactly შეიძლება about that, შეიძინო, but a ან lot of things მოიპოვო. can be bought and earned. Okay, so კარგი, give me some მომიყვანე examples of the მაგალითები most ყველაზე important მნიშვნელოვანი types ტიპის of ღირებულებების, იმ values ღირებულებების, that we რასაც exchange ურთიერთობის in კონტექსტში ვცვლით the context ერთმანეთში. of a relationship. Sex, Yeah. სექსი, უსაფრთხოება, სიხარული და თავგადასავლები, ასევე ემოციური მხარდაჭერა და შვილების გაზრდა. Yeah. child rearing, ქალები და Okay. კაცები ამ ტიპის ღირებულებებს And do სხვადასხვაგვარად women and men აფასებენ. value those types of ასევე, რა value უფრო differently? მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის და And რა what უფრო do men მნიშვნელოვანია value ქალებისთვის. more and what do women value more? ეს რთული That's a tough საკითხია, one, რადგან არა because მხოლოდ not only do კაცები men და and women ქალები value this აფასებენ ამ differently, ღირებულებებს but men and women განსხვავებულად, value them არამედ differently at ისინი different ასევე stages of სხვადასხვა their life. ასაკში სხვადასხვაგვარად აფასებენ. Like, I'm sure when დარწმუნებული you ვარ, were როცა doing შენ bottle service, წვეულებაზე you were not ერთობოდი, really thinking ნამდვილად არ whether these ფიქრობდი women იმაზე, had ჰქონდათ good თუ არა იმ ქალებს კარგი capacities, დედობრივი უნარები. right? You were- you სწორია, were- ზუსტად შენ მათთან მიდიოდი Exactly, სრულიად you სხვა were approaching those women საჭიროებებითა და with a სურვილებით. different set of needs and ამაში desires. არაფერია ცუდი, რადგან Nothing wrong with სინამდვილეში that, ძალიან რთულია. because it's ერთმა actually ადამიანმა very ერთდროულად difficult for one დააკმაყოფილოს person ეს ზედმეტად to meet გადაჭარბებული this საჭიროებები და hyper-inflated სურვილები. set of ეს needs and ერთ-ერთი wants. მიზეზია, It's რის one of the გამოც reasons დღეს why ურთიერთობები relationships ხშირად can fail these მარწყდება, days is we ჩვენ want ერთ too many ადამიანთან things გვინდა from one ზედმეტად person. ბევრი რამ. ველით, რომ ერთი ადამიანი We ჩვენი expect მთელი one person ცხოვრების to do all განმავლობაში things ყველაფრის across შემსრულებელი our იყოს, entire რაც lives, ძალიან which is რთულია, very თუ შეუძლებელი არაა. impossible. It's like incredibly გასაოცარია, რომ hard if it ზოგჯერ happens ასე at all. მაინც ხდება. That didn't used to be the ეს case. ადრე ასე It არ used to be იყო, the case არა? mostly because დიახ, it ადრე was ასე არ so იყო. difficult, if not ძირითადად impossible იმიტომ, to რომ divorce. განქორწინება ძალიან And რთული there იყო, were თუ a lot of შეუძლებელი social არა. taboos against separation. იმ დროს მე I would ვცხოვრებდი be living in like a საზოგადოებაში, სადაც community ბევრ where I რამეს could have გავიგებდი. gone, you know, would have ახლა been კი ბევრად much უფრო more isolated and იზოლირებულად და lonely მარტო now, so ვცხოვრობ. I would have been able, you know, the ანუ village გარემო would have given me მომცემდა some იმ of those ღირებულებების things I'm ნაწილს, looking for in რასაც terms მე of value, ვეძებდი. or had a big social ჩემს structure ირგვლივ around me. დიდი Absolutely. I სოციალური talk about that in სტრუქტურა the book, იქნებოდა. is that we used to live in small communities where we actually had lots of სრულად different ასეა, kinds of ჩემს წიგნშიც relationships with lots of ვსაუბრობ different ამაზე. people. And ადრე also ჩვენ created ვცხოვრობდით intimate პატარა bonds თემებში, in სადაც ბევრ intergenerational სხვადასხვა ტიპის housing, ურთიერთობას for instance. ვამყარებდით სხვადასხვა And so, ადამიანთან. with the advent of პლუს nuclear არსებობდა family and the გაფართოებული dissolution of ნათესაური real ქსელები და community, თაობათაშორისი we expect საცხოვრებელი our სახლები. partner to be all როცა things გაჩნდა ეს ეგრეთ to წოდებული be an ბირთვული entire ოჯახი village და and an რეალური extended საზოგადოება family, and that's დაიშალა, just ჩვენ really დავიწყეთ not პარტნიორისგან possible. ყველაფრის მოლოდინი. The თითქოს love ის უნდა marriage in ყოფილიყო მთელი particular სოფელი may და even მთელი be a დიდი paradox ოჯახი sometimes, ერთდროულად, because თუმცა you ეს want უბრალოდ kind of, შეუძლებელია. let's say, განსაკუთრებით სიყვარულზე an დაფუძნებულ emotionally ქორწინებაში, stable, შეიძლება safe პარადოქსიც კი იყოს, რადგან შენ companion გინდა ემოციურად სტაბილური და უსაფრთხო who თანამგზავრი, რომელიც is ამავე also დროს your შენი passionate ნებიანი საყვარელი და სექსუალური lover პარტნიორიც იქნება. and sexual ცხადია, partner. ამ ორივეს ერთდროულად ვერ Spontaneous, გააკეთებ. So difficult, if not საუკეთესო, რასაც impossible. შეგიძლია Like, you დაელოდო, certainly ეს can't არის do ამ all ორ of those things მდგომარეობას at the შორის same მერყეობა. time. The best you can hope for is to დიახ, kind of იმისთვის, რომ vacillate შეიქმნას between საკმარისი the two of ვნების them, სპონტანურობისა და to kind რისკის of create a პროპორცია, რათა proportion, just საძინებელი enough ცოცხალი იყოს, მაგრამ passion or ამავდროულად შენარჩუნდეს spontaneity and ურთიერთობის risk to keep სტაბილურობა the და kind of გრძელვადიანი bedroom უსაფრთხოება, alive, ამის მართვა but ძალიან still რთულია. maintaining the stability and long-term security of the relationship. It's very difficult to manage. I find ეს this ჩემთვის difficult. I რთულია. find this difficult. I find it მიჭირს ამ difficult მდგომარეობაში to ყოფნა, be რადგან in უკვე a 5 5-year წელია relationship ურთიერთობაში ვარ და now. I'm like, ვფიქრობ, how როგორ do უნდა you go გაგრძელდეს for ეს კიდევ another 50 50 წელი. years? 'Cause I რადგან ერთი და იმავე with the ადამიანთან same ერთად person 50 წელი და and თან უნდა maintain შეინარჩუნო სპონტანურობა და აღელვება, spontaneity and სიახლე, excitement for სექსუალური 50 მიმზიდველობა years, და you ყველაფერი know, ეს. and being the kind of ამავდროულად novel, იყო სტაბილური, sexually უსაფრთხო, attractive, პროგნოზირებადი, whatever, კომფორტული და while ახლომყოფი. also being ეს ყველაფერი stable, პარადოქსებად safe, მეჩვენება. predictable, comfortable, ეს present ძალიან რთულია, at the ამასთანავე same time. Like, შემოქმედებითიც they უნდა feel იყო. like paradoxes. It's very hard, and you have to be creative. Yeah. დიახ, part of the აი reason სწორედ why ამიტომაც არსებობს ისეთი ადგილები, there are- როგორიცაა ვიქტორიას სეკრეტ, ხვდები რას გულისხმობ. That places ეს like ისეთი Victoria's რამეა, Secret რომ 21 exist, წლის you know what I'm გოგონების saying? სინამდვილეში It's like არ არიან მისი მთავარი 21-year-old მომხმარებლები. girls aren't shopping there. ამიტომ თუ შენ არ ხარ მზად ურთიერთობის So, გახსნისთვის, if მაშინ you're უნდა not სცადო და willing შენი to პარტნიორი actually ახალი open up a შეგრძნებით relationship, დათვირთო. then you have to ეს kind of შეიძლება make your ნიშნავდეს partner განსხვავებულ feel new, ტანსაცმელს. which could ეს mean შეიძლება ნიშნავდეს different თამაშს და outfits, სხვადასხვა could როლების mean ცდას და ხურულ კარს play მიღმა. and ეს შეიძლება entering in, ნიშნავდეს experimenting with მოგზაურობასაც. different roles behind closed doors. It can also just mean დიახ, travel. ერთი რამ, რაც ნამდვილად I mean, აანთებს one წყვილის thing that სექსუალურ really seems to ცხოვრებას, spark არის უცხო გარემო, sex-life in მაგალითად couples უცხო is საწოლი.
foreign bed sheets. ფიქრობ, რომ უბრალოდ And I think კონტექსტის შეცვლაც it's კი just sort of საკმარისია, changed რომ the სიახლის ამ context, ნაპერწკალმა and აღადგინოს that's სექსუალური enough ინტერესი of a მამაკაცში. spark of novelty to bring some of the sexual დიახ, interest სიახლე back for the მამაკაცებისთვის man. უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე I think novelty ქალებისთვის. is more important for men than for women.